ისე მე მაკიაჟი საერთოდ არ მჭირდება, იმიტომ რომ ისედაც მშვენიერი ვარ, უბრალოდ იდეალური, მაგრამ უბრალო მოკვლევებს ვინ ასწავლის, როგორ უნდა იყო დახვეწილი და ლამაზი. ესე რომ მიყურეთ, უნდა ისწავლეთ. ვფიქრობ ეს საყურებით მომიხდა. ეხლა ბეჭდებსაც ავისხავ და ყელსაბამზე არ ვიცი, ვფიქრობ, მე მგონი ზედმეტი იქნება, ისედაც ვანათებ და წინვალებ, როგორც დედოფალი. მთავარია სახის გაწმენ და გასუფთავება და მოვლა. დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. ძალიან კარგად უნდა გავისუფთავო კანი. სახე უნდა იყოს ბუნებრივი და მინიმალისტური მაკიაჟით. ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი დღეს. აი რა დროს მაკიაჟია, მაგრამ ჩემი უფერული ბლაში. ამაზე დროს ფიზიკურად ვეღარ დავხარჯავ. ესეც ასე ტუშიც წავისვით, დამრჩა ტუჩსაცხი. ეს თუ ეს, ვარდისფერი თუ ჟოლოსფერი. ეს მომიხდება. ესეც მომიხდება. და რომელი ტუჩსაცხი წავისვა, ეს თუ ეს? მე მგონი ეს უფრო ღია. ეს ხო? მეც თავიდანვე ამას ვფიქრობდი. გემოვნებიან მაკიაჟს მოუხდება ამ სეზონის ყველაზე ტრენდული საყურეები. მთავარია ყველაფერი ერთმანეთს უხდებოდეს. არ მიყვარს არც მკვეთრი გამოწვევი მაკიაჟები და არც ძალიან სადა. ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიული და ზომიერი. მზად ვარ წვეულებაზე წასასვლელად. ძალიან სადა რა, ცოტა რაღაც უნდა დავიმატო კიდე. მე მგონი ტუჩები ცოტა უნდა გავიმუქო. არა, ეს ფერფთარი სახე ჩემი არ არის. მაინც რაღაცა აკლია. სამკაულები. ეს სამკაულიც მოხდებოდა ამ მაკიაჟს, მაგრამ ვფიქრობ არ მჭირდება. ისედაც ყველას დავატოვებ ჩემი მომნუსხველი მზერით. ხო, კიდე დამოვიწყდა მე თქვა, ცუდი კომენტარები არ დამიწეროთ, თქვენთვის ვეაჯობებს. ეხლა კი გავიქეცი, ჩემი ბაიკი მელოდება.